ელაპარაკე. ხო და რაც ალბათ ჭირდებოდა. ნუ ეხა მე იქ ეხა რაზე ვფიქრობდი, ყველაზე მთავარი რა იყო, რომ იმაზე კი ვეღარ ვფიქრობდი ეხა რომ ეს კლიპი როგორ უნდა გადავიღო და რა კადრის ვიღაცებმა დალიეს რაღაც, ნუ ქართულად რა. ხო, ვიღაცები გადასაღებ მოედანზე შემოხდნენ და ძალიან ბევრი კადრი გაფუშდა. ანუ უნდა ყოფილიყო რაღაც ეს დაცვა, რომელიც ამას დააყენებდა და იქ რაღაცა ზოლი როგორც არის და გინახავთ ალბათ რომ იმის იქით მაყურებელი არ უნდა გადმოვიდეს და ეს მოწესრიგებულ ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს ამ 200 კაცს რომ შენ თუ რაღაც კონკრეტული რაღაცის გაკეთების უფლება. ეს ეხა თბილისში ცოტა ჯერ ადრეა რა. თუმცა ადრე რატომ, მაგრამ ნუ რთულია ამის გაკეთება. შენ ბიჭო ეხა ეს მაინც გვაქვს. სხვანაირად უდგებით ქართველები მენტალიტეტი შემოჩერდა. მოხდა ეხლა. ბატონო გიგა, თქვენ მაინც კარგად გააკეთეთ ის რომ ჩვენ ესე ვინაიდან ისე ტერიტორიაზე იყო სადაც არ არსებობდა არანაირი სველი წერტილი და არაფერი, ამიტომ ჩვენ გადაღებებზე ქონდა ბიოტუალეტი, კეთერინგი, ეს მომსახურე პერსონალი, მაგიდები, ესე იგი ძალიან კარგად იყო უცხოურად ესე ვთქვათ. უმაღლეს დონეზე კი, ეგ გამოგვივიდა ხო, მაგრამ მაჩიკო მახსოვს რომ მე ადრე მომიწია მისვლა და ნუ რაღაცა ცოტა გამკლავება უნდა დამეწყო ვიღაცებთან რაღაცები და თან ეხლა ვფიქრობ რომ რა ვქნა ეხლა გასულ კლიპზე ვიფიქრო თუ ამაზე თუ პოლიცია რაღაცა რა ამ დროს მოვიდა აჩიკო და ნუ რაღაც აღარც მithქვამს არაფერი რაღაც პატარა სამუხტი იყო სიტუაცია და უსფათ შევარდა და განმოხდა ესენი სულ ყველა რა შენ არ მჭირდები აბა ნახომბისო უთხრა რაღაცა ხო და ესე ანუ რას გულისხმობ რომ რაღაცა დაალაგდა და პროდიუსერი მგონი მაგისთვის არის საჭირო რომ პროდიუსერი ამისთვის არის საჭირო მაგრამ ნუ მოკლედ მოხდა ეს ხო და ესეთ ბევრი ნიუანსებია რაღაცები რომელიც უნდა გქონდეს ბოლომდე მაგრამ ამ შემთხვევაში ამ კლიპს ოდესაც ვიღებდით მართლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო რა თანაირად მკითხეთ 42 მუსიკალური ვიდეო მაქვს გადაღებული აი იმ დროს ქერო ხალხი ბნელი იყო რა ხო და მე არ დამიწყი ამ რგოლების გადაღება აგერ მე მგონი პირველი ქართული ვიდეო აჩიკოს ჰქონდა გვახსოვსკი ხო და მე ესე მახსოვს მითხარი კი ხო და ასე რომ მე ამის პიონერი არ ვარ მაგრამ ნუ იმ პერიოდში მე ერთ-ერთი ვარ ხო და რა ვიცი მე მაყოფილი ვარ იმით რაც შევძელით და გავაკეთეთ. კარგი, ძალიან ბევრი რამე ჩამოთვალეთ, რაც კლიპშია გამოყენებული და შესაბამისად ხვდებით უკვე თუ რა ბიუჯეტთანაც გვაქვს საქმე. ხა რა თქმა უნდა არ გთხოვთ ამის დასახელებას და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ მაინც ძალიან სრულბიუჯეტიანი ორი მუსიკალური კლიპი გამოვიდა ალბათ, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი მასშტაბის იყო გადაღება, გამოყენებული ტექნიკა ყველაფერი შედარებითი, ამიტომ მსხვილი და ჩვენთვის საქართველოს შოუ ბიზნესისთვის. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საშუალო დონის ვიდეო რგოლსაც კლიპს ვერ დაამზადებ რაღაცა $500 ან 1000-ად არ გამოდის ეს უბრალოდ შეუძლებელია ამით უმეტეს ცხოვრება წინ მიდის იჯარა ტექნიკის აპარატურის და სხვადასხვა რაღაც სამსახურების იზრდება ცოტა არადეკვატურად რაც გასაკვირია იმიტომ რომ შესაძლებლობა დაბალია და ფასები როგორც პროდუქტის ასევე მოყოლებული ტექნიკის ძალიან მაღალია და ამიტომ გამოდის ბიუჯეტი დიდი. თან ამას ის ფაქტორიც ემატება რომ თქვათ, როდესაც თუნდაც ამერიკულ შოუ ბიზნესს უყურებთ, ის კლიპი რომელიც მზადდება, ის ალბომი რომელიც გამოდის გაყიდვაში, შესაბამისად უბრუნდება შემდეგ, ხო, იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი გაკეთდა. საქართველოში ჯერ თქვათ, არ არის შოუ ბიზნესი ისე განვითარებული, რომ ჩავდოთ თქვათ ძალიან დიდი ბიუჯეტი რაღაც კლიპში, ალბომის გამოშვებაში და შემდეგ იქიდან რაღაცა სარგებელი მოხდეს. აი როგორია თქვათ იყო და უნდა შეგვენარჩუნებინა მე ძალიან გული მტკივა და პირველად ლაპარაკობ ამაზე არაზუს არ მithქამ ძალიან გული მტკივა რომ აი ისეთ კარგ დონეზე იყო ძალიან ყოველ შემთხვევაში გიგაც დამეთანხმება და ვინც იცის რომ 2000 რაღაც 4 წლამდე 5 წლამდე უკვე ინერციით მაგრამ მაინც რაღაც იყო და მე აბსოლუტურად ის რაც ну მე დავიწყე მე ვთვლი რომ მე დავიწყე ესე მიმაჩნია რომ ეს ერთ-ერთი პირველი სოლო კონცერტიც ხიტი და ასე შემდეგ თვითონ ფანსკოლა ესე რომ დავარქვათ ხო აი მაკედან წამოვიდა ზუსტად იმიტომ რომ მანამ 99-მდე ეს არ იყო
ყველა დამეთანხმება და ამიტომ ძალიან საწყენია. მაგრამ მე რა ვიცი, ეხლაც ეს მცდელობა უпростоრად მცდელობა რა უკვე ფაქტია. კიდე ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ ძალიან მინდა რომ რაღაც თავიდან ისევ ხელმეორედ დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელმეორედ რთულია, მაგრამ მაინც ამიტომ დაიწყეთ ალბათ საპროდიუსერო საქმიანობა, ხო და მოკიდეთ ხელი გურუს, რომელიც პირველი თქვენი, ასე ვთქვათ, არის პროდუქტი. მოდი, აი ამაზე ვისაუბროთ, საიდან, როგორ და რატომ გურუ? ესე მოხდა, რომ ესე იგი დამიკონტაქტნენ, რომ უნდათ ესე იგი შეხვედრა ქონდა, როგორც ჭარბი რაოდენობით ხალხი ხვდებიან ერთმანეთს მოსკოვში კონცერტებზე, კლუბებში. ესეთ ერთ-ერთ კონცერტზე გავიცანი გურუ და მისი მშობლები. აი მე მოყვა მას ესე იგი მოწვევა და გავისაუბრეთ, მე რაღაც ტესტები ისინი და მაშინ უკვე ალბათ გადაწყვეტილი გქონდათ და ეძებდით ალბათ თქვათ იმ ადამიანს რომ მომენტი არ მქონდა, უბრალოდ ჩემი საკონცერტო მოღვაწეობა მქონდა და არ მიფიქრია. აი სწორედ საპროდიუსერო მოღვაწეობა დავიწყე გურუს მეშვეობით და ესე ვთქვათ პირველი მერცხალი, რომელმაც განაპირობა ეს საპროდიუსერო ცენტრის გახსნა არის გურუ. იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი, ძალიან საინტერესოა, ახალია, ძალიან კრეატიულია, კარგად ასეთ ასაკში, როდესაც შენ შეგიძლია ცოტა ფილოსოფია გარეული ტექსტი დაწერო ინგლისურად და რუსულ ენაზე, ეს საკმაოდ ესეთი კარგი მანიშნებელი არის. ამიტომ გადავწყვიტეთ აი ესე იგი მეცადინეობა ეს დაკავშირებული იყო ძალიან ბევრ ვარჯიშებთან ინტენსიურად მიმდინარეობდა ალბათ. კი. როგორც დიეტა, ასევე კვებას რაც შეეხება, ასევე ტრენაჟორები, ცეკვაზე, პლასტიკაზე, ლოგოპედი, რა ვიცი, აი ძალიან ბევრი რამ გავიარეთ 1 წლის მანძილზე. და ახლა გავიდა 1 წელიწადი და 1 თვე. და შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გვაქვს 3 კლიპი, გვაქვს 7 ტრეკი ჩაწერილი და კარგი ნამუშევარი, კარგი ხარისხის და ამიტომ მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი მიღწევა. აი ხა ორი კლიპს ჩვენ პირველად ვაჩვენებთ თბილისში, ეს არ იქნება მოსკოვში ნაჩვენები 2, აი ესე ერთად. იქ წავა პერმანენტულად, ესე იგი ჯერ წავა ტრეკი, აუდიო, შემდეგ უკვე კლიპი, მერე შემდეგი ტრეკი, მერე კიდე შემდეგი კლიპი. აი ეს ნელ-ნელა მიაწვდით ესე იგი საზოგადოებას. აქ გვინდა პირდაპირ, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანა არის, აქ საჭიროა, აქ უნდა იყოს ბევრი ენერგია, ბევრი ემოცია და აი ეს პრეზენტაცია, რომელიც სამში გაიმართება, ძალიან გრანდიოზული არის, ძალიან გრანდიოზული არის. მე საერთოდ არ მახსოვს ესეთი პრეზენტაცია აქ. მათ შორის ის პრეზენტაციები, რომელიც მე ვნახე, უკვე ეს იყო დავუშვათ პორშეს პრეზენტაცია, ან საქართველოს ბანკის, ან კიდევ სხვა რაც მსხვილი კომპანიების, აი ჩვენი პრეზენტაცია უფრო კარგი იქნება. კარგი, მაშინ დეტალები რო გითხრათ, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ვერ დაესწრება, ხო, ალბათ შესაბამისად მოსაწვევებით იქნება. გითხრათ, როგორი იქნება და სად იქნება პრეზენტაცია, რომ მაყურებელს გაიგოს ინფორმაცია. პრეზენტაცია იქნება ელ ცენტროში, ეს არის შარდენის მიმდებარე აი ტერიტორიაზე. გვექნება გამოყენებული ძალიან დიდი ეკრანი, ძალიან დიდი ზომის. შესაბამისად, კარგად ჩანდეს ის ნაშრომი, რაც ამიტომ ვინც ვერ მოხდება კლუბში, ღიაცის ქვეშ არის კლუბი, ამიტომ კლიპებს ყველა ნახავს, ვინც იქნება იმ ტერიტორიაზე. ეს იქნება მთლიანად ეს ტერიტორია, იქნება გადასაღები მოედანი. აი წარმოიდგინეთ, ისეთი მომზადებული იქნება გადასაღები მოედანი, იმიტომ რომ ყველა შენობა იქნება სხვადასხვანაირი. ისეთი არა, როგორცაც ჩვენ ხედავთ.
ასევე ცაში საინტერესო რაღაცები მოხდება. ხმელეთზე და ასე შემდეგ. უკეთ ესე იგი პრაქტიკულად სხვა სამყაროში მოხდება იქ მოსული საზოგადოება. კარგით, მაშინ აი მეორე კლიპზე ჩამოვარდა ლაპარაკი, იგი გაიქნებ გაგვიმხილო ანუ კლიპების ხო მეორე კლიპზეც ვისაუბრეთ ოდნავ იმ კლიპზე რომელიც რუსთავში გადაიღეთ, სადაც 200 ადამიანი მონაწილეობდა, სადაც პიროტექნიკა იყო გამოყენებული. აი კადრებსაც ხედავთ თუ არცდებით ეს მეორე კლიპია, ხო? თუ პირველი, ხო. მაშინ აი მოდი მეორეზე გითხრა ეს. მეორე ვიცით რომ რადიკალურად განსხვავებულია თუ არცდებით. რა არის ეს განსხვავება? ყველაზე რთული შეკითხვა მე და მის. ნუ როგორც რეჟისორს. განსხვავება, ნუ ბევრ რაღაცაში თვითონ მუსიკა თავისთავად განსხვავებულია და ხასიათია აბსოლუტურად სხვადასხვა. ეს არის ცოტა ისეთი პირველი კლიპი არის ისეთი მკაცრი და ხისტი შეიძლება ითქვას და ამ დროს ძალიან ბევრი სიმთქმელი და მეორე არის რადონეზეც ეს ასეთია მკაცრი და ხისტი როგორც ვახსენე მეორე ამდენად თბილია და რბილი ხო აი რბილს ვერ ვიტყოდი მაგრამ თბილი არის ხო რბილი შეიძლება ხო და განსხვავება ეხა სხვა და ალბათ მაყურებელმა უნდა განსაზღვროს ეს ისეთივე მასშტაბურია და გრანდიოზული თქვა სხვათა შორის მასშტაბურია და გრანდიოზულია და შეიძლება ითქვას რომ ის უფრო ასე შეიძლება ქართულად ინტენსიური დატვირთული არის ხო უფრო ბევრია აქ უფრო რაღაც კადრი ვიდრე იქ ანუ ლოკაცია უფრო მეტია რა ვიდრე იქ ასე ვთქვათ გასაგებია მაშინ გურუს კითხოთ აი თქვენ ერთწლიანი სამუშაო პროცესი ახსენეთ მოსამზადებელი ამდენი ტრენინგი ვთქვათ სხვადასხვა გაკვეთილი რამდენად მზად იყავი ამ ყველაფრისთვის და ეს მას შემდეგ რაც უკვე დაასრულდა ეს ერთი წელი ალბათ მიხვდი ხო რომ შრომას არ ჩაუვლია ვთქვათ ფუჭად ოკეი ძალიან რთული იყო თავიდან ჩემთვის თავ პირველი თვე იყო რთული. ნუ გადავერთე საერთოდ. სხვანაირი ცხოვრება და და მით უმეტეს ისეთი ასაკი გაქვს მეგობრები, გარშემო გართობა, ყოველთვის გადადება მოგიწია. თან ყოველთვის ვიყავი მე ანუ ძალიან ენერგიული სულ მოგულავე ბიჭი ეგრე ვთქვათ. და ანუ ძალიან შეგიცვალა ცხოვრების სტილი ალბათ ყველანაირად. თან ძალიან აი ეგრე შემეცვალა. ხო, რიტმი ანუ ადრე დაძინება ადრე გაგვიძება დიეტა ხო და ეს ყველაფერი მუშაობა და კარგია ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის რომ შედეგი ნახოს ხო ეხლა მაყოფილი ეხლა ძალიან გვიჭირს მაგ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეზღუდვა აქვს რა თქმა უნდა ხომ სხვებს მოითხოვს პოპულარობა და ასე შემდეგ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის იმისთვის, რომ პრეზენტაციამდე რამდენიმე ორი დღით ადრე, რამდენიმე სიტყვით გითხარით, ესე იგი, რაში მდგომარეობს კლიპების შინაარსი, როგორი იქნება პრეზენტაცია და ასე შემდეგ და იმედია, რომ მაყურებელი, რომელიც ვერ მოვა კლიპის ანახავად, იმედი სტილის ეთერის მეშვეობით აუცილებლად ნახავს უახლოეს მომავალში ამ კლიპებს. შეგვიძლია ახლა თქვენი საპროდიუსერო საქმიანობა ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და თქვენ როგორც მომღერალმა ისე დაგვისრულოთ ჩვენი პროგრამა და ჩვენც შესაბამისად. კი. მაშინ აუცილებლად უნდა ვიმღერო, იმიტომ რომ წინა ჯერზე რაღაც არ ვიყავი მზად, ესე ვთქვათ. გურუმ შეასრულა, ხა მე უნდა ვიმღერო მაინც ახლა ეგრე ხო არ არის. დიდი მადლობა და ჩვენც თქვენი სიმღერის თანხლებით დავიმშვიდობებით მაყურებელს ხვალამდე.